გამარჯობა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პროსტატის კიბოს სკრინინგზე. რა არის პროსტატის კიბოს სკრინინგი და როგორ ხორციელდება ეს? ხშირად ჩვენ გვესმის პროსტატა და არ ვიცით რა არის ეს პროსტატა. პროსტატა არის ორგანო, რომელიც მდებარეობს ღრმად მენჯის ღრუში. იგი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ. მასში გაივლის საშარდე მილი. პროსტატა გარშემორტყმული არის ძალიან მრავალრიცხოვანი სისხლძარღვებით, მრავალრიცხოვანი ნერვული დაბოლოებებით და ეს სისხლძარღვები და ნერვები ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგალითად ადამიანის მამაკაცის სქესობრივი ფუნქციისთვის. თავად პროსტატა არ თამაშობს როლს სქესობრივ ფუნქციაში, მაგრამ აი ეს სისხლძარღვები, აი ეს ნერვები, რომლებიც პროსტატის გარშემო არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის მამაკაცის სქესობრივი ფუნქციისთვის. თავად პროსტატას აქვს ერთი ფუნქცია, ეს არის განაყოფიერების ფუნქცია. პროსტატის აფთვისებიანი სიმსივნე, ანუ კიბო შეიძლება დაემართოს ყოველ მე-7, ყოველ მე-8 მამაკაცს, ზოგი სტატისტიკით ყოველ მე-5-ს გააჩნია ქვეყანას. ასევე ეს არის მამაკაცთა ონკოლოგიური სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი. ჩვენ ვხედავთ მთელი სტატისტიკური მონაცემები არსებობს ყოველ შემთხვევაში ევროპაში მაინც. რატო არის პროსტატის სიმსივნე ვერაგი? იმიტომ რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ის პროსტატაშია და როდესაც მისი მკურნალობა ძალიან ეფექტურია, კერძო თუ მოვაცილებთ ამ პროსტატას, იმ ეტაპზე, როდესაც დაავადება პროსტატაშია, მაშინ ის იკურნება. უყურეთ, ხაზი გაუშვოთ სიტყვა იკურნება. მაშინ პროსტატის აფთვისებიანი სიმსივნე იკურნება მხოლოდ იმ სტადიაზე, როდესაც ის არის პროსტატაში მოთავსებული. თუ კი ის გამოვიდა ძვლებში გავრცელდა მით უმეტეს ფილტვებში, ღვიძლში ან თავის ტვინში, ის აღარ იკურნება. იქაც შესაძლებელია რაღაცა მკურნალობის მეთოდების გამოყენება, მაგრამ სრულად განკურნებადი აღარ არის უკვე. ამიტომაც მნიშვნელოვანია პროსტატის სიმსივნე გამოვავლინოთ სკრინინგის საშუალებით. აი ეს არის სკრინინგი. სკრინინგი რას ნიშნავს? კვლევას ნიშნავს იმ ეტაპზე და იმ დონეზე, როდესაც დაავადება იკურნება. მისი ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად. ეს არის სკრინინგი. აი იმ სტადიაზე, როდესაც ის პროსტატაშია და როცა ადამიანს არ აქვს არანაირი სიმპტომი, არანაირი კლინიკური გამოვლინება, არანაირი ჩივილი, აქტიურია, სპორტით არის დაკავებული, სამსახურშია, მუშაობს, არის სრულყოფილ ცხოვრებას ეწევა, აი მაშინ არის საჭირო ამ სიმსივნის გამოვლენა სკრინინგის საშუალებით. ეხლა მინდა ვისაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე პროსტატის კიბოს სკრინინგში. ეს არის PSA, პროსტატ სპეციფიკური ანტიგენი. ეს არის სისხლის ანალიზი. სისხლის ანალიზის საშუალებით პროსტატის კიბოს სკრინინგი. აქ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ PSA-ს პასუხით მიიღებს ადამიანი მამაკაცი PSA-ს პასუხს, ნორმა არის რაღაც ნორმის ფარგლებში ზის და აღარ არის პრობლემა. აი ეს არის ძალიან მსხვილი შეხედულება. მინდა ვთქვა, რომ ხაზგასმით PSA-ს ნორმა არ არსებობს. ანუ არ არსებობს PSA-ს ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც ზუსტად იტყვის ამ ადამიანს სიმსივნე აქვს თუ არა აქვს. ეს არ არის სწორი. მაგალითად, შეიძლება პაციენტს სრულიად ბრჭყალებში ნორმალური PSA-ს მაჩვენებელი ქონდეს და სიმსივნე მაინც იყოს. ამიტომაც PSA აღარ გამოიყენება დღეს მსოფლიოში დამოუკიდებლად მხოლოდ PSA იმისათვის, რომ სიმსივნე არის თუ არა შევაფასოთ. გამოიყენება საჭირო არის დამატებითი სხვა საშუალებები იმისთვის, რომ თქვათ ზუსტად ადამიანს სიმსივნე აქვს თუ არა აქვს. რა საშუალებებია ეს? ტრადიციული ეკოსკოპია. რაც უნდა საუკეთესო ეკოსკოპიის აპარატი იყოს, ის ვერ ხედავს პროსტატის სიმსივნეს 100%-ში. მაშინ უყურეთ, საუკეთესო გამოსახულებაა კი ბატონო, პროსტატის საუკეთესო იმიჯია, ძალიან კარგი აპარატია, მაგრამ პროსტატის დანახვა მას შეუძლია მხოლოდ 70% შემთხვევაში, პროსტატის სიმსივნის დანახვა. მაშინ სადამე ჩვენ თუ ადამიანმა აიღოს სისხლის ანალიზი PSA დაუშვათ და აქვს ბრჭყალებში ნორმის ფარგლებში ნაკლებია 4-ზე და გაიკეთა ეკოსკოპია ტრადიციული და არაფერი არ ჩანს, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ სიმსივნე არ არის.
მას სხვა რა მეთოდი არის, რომელიც დაგვანახებს პროსტატის სიმსივნეს. ეს არის MRT. კი ბატონო, ძალიან კარგი მეთოდი არის პროსტატის MRT. ყველას ვერ შეიძლება ჩაუტარდეს, რადგანაც მაგალითად დახურულ სივრცეში საათი ყოფნა ბევრს არ შეუძლია, ტკივილია, გაუძრევლად უნდა იწვეს 1 საათის განმავლობაში, ან სახსე იმპლანტები აქვს სხეულში მეტალის, რომელიც წინააღმდეგ ჩვენება მაგნიტური რეზონანსისთვის. მოკლედ, მაგნიტური რეზონანსი ძალიან კარგი საშუალებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ყველა მამაკაც, ვისაც ეჭვი არის პროსტატის სიმსივნეზე ჩაუტარდეს მაგნიტური რეზონანსით კვლევა საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს როგორც ფინანსურად, ასევე წვდომადობის და ასევე წინააღმდეგ ჩვენებების კუთხით. მას სადამე რა გამოსავალი არის? არის ძალიან საინტერესო და ძალიან ძლიერი ტექნოლოგია, ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც სულ რამოდენიმე წელია მსოფლიოში შემოვიდა, ეს არის მიკროულტრაბგერა 29 მეგაჰერცი. მიკროულტრაბგერა 29 მეგაჰერცი გამოგონილია სპეციალურად პროსტატის სიმსივნის გამოსავლენად. ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, ის არ გამოიყენება არც ერთ სხვა ორგანიზმისთვის, ეს არის მხოლოდ პროსტატისთვის შექმნილი ტექნოლოგია, იაფი ალტერნატივა არის მაგნიტური რეზონანსის, მაგრამ ისეთივე ეფექტური და ისეთივე შედეგიანი. აი ჩვენ ხედავთ მაგნიტური რეზონანსის სურათს, სიმსივნე აი აქ არის, ხოლო მიკროულტრაბგერაზე გაცილებით დიდი გადიდებით ჩანს, აჩვენებს მიკროულტრაბგერა პროსტატის სურათს, პროსტატის იმიჯს და მას შეუძლია ისევე კარგად დაინახოს სიმსივნე, როგორც მაგნიტურ რეზონანსს. ეს არის საერთაშორისო ძალიან დიდი კვლევებით უკვე დამტკიცებული. რა პრივილეგია აქვს მიკროულტრაბგერას მაგნიტურ რეზონანსთან შედარებით? იმიტომ რომ ის მაგნიტურ რეზონანსზე დაახლოებით 2-3 ჯერ უფრო იაფია. მას არ სჭირდება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა, მას არ სჭირდება 1 საათი დახურულ სივრცეში წოლა და იგი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი არის ყველგან რეგიონებში, ტექნიკურად ნაკლებად უფრო იოლად მოსავლელი არის ვიდრე მაგნიტური რეზონანსი, ამიტომ მისი განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ სოფლის ამბულატორიაში და პოლიკლინიკაშიც კი. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ ლიდერები მსოფლიოში მიკროულტრაბგერის კუთხით. მიკროულტრაბგერის ქსელი გვაქვს მთელი, რომელიც თბილისში 2 რაიონში, დიღომში და ვაკე-საბურთალოშია განლაგებული. არის ასევე ხელმისაწვდომი ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. უაღრესად მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოს სკრინინგი იმისთვის, რომ გამოავლინოთ სიმსივნე ძალიან ადრეულ ეტაპზე და ჩვენ დღეს საქართველოში გაგვაჩნია ყველაზე თანამედროვე შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, ეს არის მიკროულტრაბგერა 29 მეგაჰერცი. თუ მამაკაცი დროულად მიმართავს, დროულად გამოვლინდება სიმსივნე, ერთხელ რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი სიახლე, მაგრამ კარგია ის, რომ ის იკურნება იმ დროულად გამოვლენილ ეტაპზე. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ყველა მამაკაცს 45 წელს გადაცილებულს ან 50 წელს გადაცილებულს იმ შემთხვევაში თუ მას რისკ ფაქტორები არ გააჩნია, დროულად მიმართონ, ჩაიტანონ PSA-ს ტესტი და ჩაიტანონ მიკროულტრაბგერით პროსტატის კვლევა. რათა ისინი იყვნენ დაცული, იმ შემთხვევაში თუ გვექნება კარგი შედეგი, მიულოცავთ რომ მას სიმსივნე არ აქვს და ის იქნება გააგზავნებს ძალიან ბედნიერ კარგ ცხოვრებას, იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე გამოვლინდა ადრეულ ეტაპზე, ის განიკურნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გისურვებ ჯანმრთელობას.